განათლების სამინისტრომ პირველ კურსელთა მიღებისთვის მასშტაბური ღონისძიება დაგეგმა, როგორც ირკვევა 16 და 17 სექტემბერს ქალაქ რუსთავში და ქალაქ ქუთაისში დაახლოებით 17,000-მდე პირველ კურსელისთვის მასშტაბური ღონისძიება გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წარმომადგენლებიც, როგორც განათლების სამინისტრო ირწმუნება. ამ ღონისძიების მთავარი მიზანი არის ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა პირველ კურსელებს საზეიმო ვითარება მიულოცონ სწავლის დაწყება და ასევე გააცნონ ინფორმაცია ახალი განათლების რეფორმის შესახებ, თუ რა მიზნებს ისახავს ეს რეფორმა. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა და არანაირ ტენდერს ადგილი არ ქონია, როგორც კორუფციის მკვლევარები ჩვენთან საუბარში ამბობენ. ბიუჯეტიდან 742,000 ლარზე მეტი დაიხარჯება იმისათვის, რომ პირველ კურსელების მიღებისათვის საზეიმო ღონისძიება ჩატარდეს. აქ საგანგაშო ფაქტად მიიჩნევენ იმას, რომ არანაირი ტენდერი არ განხორციელებულა და სწორედ გამარტივებული შესყიდვით განხორციელდა აღნიშნული ღონისძიების დაგეგმა, ანუ არანაირი კონკურენტული გარემო არ მიმდინარეობდა, არც ერთ კომპანიას არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სურვილი გამოეთქვა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისათვის და სამინისტრომ პირდაპირ გადაუდებელი აუცილებლობით შეაფასა აღნიშნული გარემოება. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობა და დროის მოკლე ვადა ჰქონდათ მათ იმისათვის, რომ ეს ღონისძიება ჩაეტარებინათ, თუმცა როგორც მკვლევარები, როგორც კორუფციის მკვლევარები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ქართული ოცნების პირობებში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება გადაუდებელი აუცილებლობით ამართლებს იმ გარემოებას, რომ გამარტივებულ შესყიდვას იყენებს, ვინაიდან გამარტივებული შესყიდვის დროს უფრო მარტივი არის, რომ კონკრეტულმა კომპანიამ აიღოს აღნიშნული თანხები ბიუჯეტიდან და კონკრეტული ღონისძიებები ჩაატარონ. ასევე ექსპერტები უსვავენ ხაზს იმასაც, რომ სახიფათო არის გამარტივებული შესყიდვის ჩატარება კონკურენტული გარემოს გარეშე, ვინაიდან ამ დროს საფრთხეები იქმნება უშუალოდ კორუფციის, რაშიც ექსპერტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება არაერთხელ არის მხილებული და ისინი ფიქრობენ, რომ გონივრული ეჭვი არსებობს სწორედ იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, რომ ადგილი ჰქონდეს სწორედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებმა მოიგონ აღნიშნული გამარტივებული შესყიდვა. როგორც კორუფციის მკვლევარები ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და არ იქნება არც ბოლო შემთხვევა, თუ ქართული ოცნების პირობებში არ იქნება გამკაცრებული კონტროლი გამარტივებულ შესყიდვებზე. პირველი პრობლემა არის ის, რომ წერილში ირკვევა, რომ განათლების სამინისტროსთვის სექტემბრის თვე დადგა მოულოდნელად, ანუ არ იცოდნენ, რომ სექტემბერი მოვიდოდა და არ იცოდნენ, რომ ახალი სასწავლო წელი იწყებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ პირველ კურსელთა რაოდენობა ცნობილია, ასევე ცნობილი არის სასწავლო წლის დაწყების თარიღი და შესაბამისად ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამ ღონისძიებისთვის ტენდერის ჩატარება, რომ ტენდერით გამოვლენილი იყო კომპანია და ყოფილიყო კონკურენცია, მაგრამ სამწუხაროდ ეს განათლების სამინისტრომ არ გააკეთა. განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს ჩაატაროს ფაქტობრივად გადაუდებელი აუცილებლობით. 21 აგვისტოს გაახსენდათ, რომ ეს არის ჩასატარებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი წელი ჰქონდა ამისთვის განათლების სამინისტროს გადაუდებელი აუცილებლობით და გამარტივებული წესით ჩატარებული ტენდერები ქართული ოცნების ბუნებიდან გამომდინარე არის კორუფციის მაღალი რისკი. შარშან, როდესაც გაიმართა მასწავლებლის დღე და აღმოჩნდა, რომ კულტურის მინისტრთან დაახლოებულმა კომპანიას გაამარჯვებინეს, ასევე ამ კომპანიას გაამარჯვებინა, უბრალოდ კი არ გაამარჯვებინა, კონტრაქტი გაუფორმა ასევე მერიამ და კიდევ სხვა სამინისტროებმა. სადაც არის კონკრეტულად ქართული ოცნების ჩინოვნიკის მიერ გადაწყვეტილება მისაღები, ის ყოველთვის გადაწყვეტილებას იღებს ფულის სასარგებლოდ და არა ქვეყნის სასარგებლოდ. შესყიდვების სისტემა საქართველოში მკვდარია. შესყიდვების სისტემას აქვს ორი ძირითადი პრინციპი. ეს არის რაციონალური ხარჯვა და კონკურენცია. გამარტივებული შესყიდვის დროს არ ხდება რაციონალური ხარჯვა და არ არის კონკურენცია. ბუნებრივია, აქ იქნება შერჩეული კომპანია ან ახლობელი, ან პარტიასთან დაახლოებული, ან მთავრობასთან, ან ლოიალურად დამოკიდებული. გამარტივებული შესყიდვა არის კორუფციის ტოლფასი. ამაზე არაერთხელ თქმულა, წლებია უკვე ჩვენ მოვდივართ ამ ტენდენციით. ფაქტია, რომ ყოველი, ესე ვთქვათ, გარკვეული ღონისძიება სწორედ პოსტფაქტუმ ხდება ხელისუფლებისთვის ცნობილი და ყველა კალენდარული დღე თუ დღესასწაული. წინა საახალწლოდ იგებენ, რომ ახალი წელი მოდის 1 სექტემბრამდე
აგვისტოს ბოლოს ხვდებიან, რომ 1 სექტემბერი დგება, ასეთი ტიპის დაშფანდურები და ზეიმები ემსახურება მხოლოდ ერთს, რომ გააგებინონ იმ ერთ ადამიანს, რომ მინისტრები რაღაცებს აკეთებენ ხოლმე და გამოდიან კაბინეტებიდან გარეთ. რატომ არის გადაუდებელი აუცილებლობა ისეთი რამ, რაც შეიძლება რომ წლის დასაწყისშივე ბიუჯეტში გაწერილიყო, ვინაიდან ქართული ოცნებისათვის ახალი არ არის, რომ სექტემბერში სწავლა იწყება პირველი კურსელებისათვის. ეს კითხვები ჯერჯერობით არის პასუხგაუცემელი და ასევე საყურადღებო, ვინაიდან გადაუდებელი აუცილებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არ შეიძლება და ვერ მოხერხდებოდა აღნიშნული ღონისძიების წინასწარ გათვალისწინება და შესაბამისად დაუსაბუთებელია თუ ისიც, რატომ გახდა პირველკურსელების საგანგებო ღონისძიების მიღება გადაუდებელი აუცილებლობა.